ჩვენი ტრადიციული რუბრიკის დილის კულინარიული მასტერკლასის ფარგლებში მოგზაურობა რო გრძელდება და ამაზე უნდა ვისაუბროთ. ეს სალსახა ამჯერად ლაგოდეხში უნდა გადავინაცვლოთ ჩვენი მასპინძელი დიანა ქველაძეა, რომელიც ფორთოხლის დესერტის რეცეპტს გაგვიზიარებს. როგორ მოვამზადოთ მარტივი, გემრიელი და მსუბუქი დესერტი ჩვენი ოჯახისთვის. ვნახოთ გვანცა ჩარგაზიას და ზაზა ძიგოშვილის სიუჟეტში. ფორთოხალი კაი. დილო მშვიდობისა საქართველო. მოგესალმებით ლაგოდეხიდან. დღეს გიმასპინძლებთ და თან ამავდროულად მოგიმზადებთ ფორთოხლის დესერტს, რომელიც მოსამზადებლად არის ძალიან მარტივი, არ სჭირდება დიდი დრო, მოსამზადებლად ბევრი ინგრედიენტი ან რამე რთული ხელსაწყო. დაგჭირდება სულ რამდენიმე ინგრედიენტი. დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდება 3 ფორთოხალი, 140 გრამი შაქარი და 400 მილიგრამი ნაღები. ასევე მცირეოდენი ვანილი. პირველი რასაც ვაკეთებთ, ჩვენ ფორთოხლისგან უნდა ავიღოთ ცედრა. რომ შევურიოთ შაქარს და მივიღოთ მაქსიმალურად კარგი არომატი. შორის ეს დესერტი ძალიან პოპულარულია და საყვარელია ჩემი ოჯახის წევრებისთვის და ძალიან ხშირად ვამზადებ. მისი მარტივი მომზადების, ნაკლები ინგრედიენტების და განსაკუთრებით არომატული და მსუბუქი გემოს გამო. ავიღეთ ფორთოხლის ცედრა, ერთი ფორთოხალი აბსოლუტურად საკმარისია ამ დესერტისთვის. ფორთოხლის ცედრას უნდა დავამატოთ შაქარი და ძალიან კარგად გადაურიოთ, რომ ცედრა მაქსიმალურად გამოიღოს თავისი ეთერზეთები და დაგვეჯილდოვოს თავისი განსაკუთრებული არომატით, რადგან თვითონ ცედრა დესერტში არ რჩება. დაგვჭირდება პატარა ზომის ქვაბი. გადავიტანოთ ფორთოხლისა და შაქრის, ანუ ცედრისა და შაქრის ნაზავი. და ხოლმე დავამატოთ ნაღები, 400 მილილიტრი ნაღები. ნაღები სასურველია რომ იყოს ცხიმიანობით 30%-დან ზემოთ. მე ამ შემთხვევაში ვიყენებ 35%-იან ნაღებს. ვამატებთ ქვაბში. ასევე დავამატოთ ვანილი, ან შაქრის ვანილი. მოურიოთ. ჩვენ უნდა გავამზადოთ ასევე ფორთოხლები. ჭერით ფორთოხალი და ახლა უნდა ამოვიღოთ რბილობი, ოღონდ ცოტა ფრთხილად. ძალიან ახლოს არ მივდივართ კიდესთან, რომ არ გაგვეხეს და აი ესეთი არც თუ ისეთი ძლიერი დაწოლით ვცდილობთ, რომ გამოვიღოთ რბილობი. ჩვენ შემდეგში გვჭირდება ფორთოხლის წვენი, ფათაშორის იგივე დესერტი, შეგიძლიათ მოამზადოთ ასევე ლიმონის კორპუსში, შეგიძლიათ მოამზადოთ გრეიპფრუტშიც, მოკლედ გამოგადგებათ ნებისმიერი ციტრუსი, უბრალოდ გემოვნების ამბავია, ლიმონის შედარებით გამოდის უფრო მეტად მომჟაო და თუ უფრო სიტყვის მოყვარული ხართ, მაშინ ფორთოხალი საუკეთესო არჩევანია. რაც შეეხება შაქარის ოდენობას, ჩვენ ვიყენებთ 140 გრამს, მაგრამ აქაც აბსოლუტურად დამოკიდებულია გემოვნებაზე, შეგიძლიათ გაზარდოთ სურვილის მიხედვით, ან პირიქით დააკლოთ. მთავარია, რომ ფორთოხლის წვენი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ მომავალში, აუცილებლად იყოს 120 გრამი. აქ უკვე დაგჭირდებათ კულინარიული სასწორი, რადგან უშუალოდ ფორთოხლის წვენი გახლავთ ჩვენი შემასქელებელი აგენტი ამ შემთხვევაში. ანუ ფორთოხლის წვენში არსებული მჟავა განაპირობებს რეაქციას ნაღებთან და რომ გასქელდეს და მივიღოთ ნაზი სასიამოვნო ტექსტურა. ამოწუროთ უკვე ფორთოხლის კორპუსიდან რბილობი, უნდა მივიღოთ აი ასეთი ქუდები ან ჭიქები, რაც გნებავთ ის უწოდეთ და ფორთოხლის რბილობისგან უნდა ავიღოთ წვენი. ფორთოხლის წვენი უკვე გამოწურეთ, შეგვიძლია 120 მილიგრამი გავამზადოთ და ნაღები უნდა მოვათავსოთ ქურაზე. დაბალ ცეცხლზე ჯობია და უნდა მივიყვანოთ ადუღების პირველ ბუშტების გაჩენამდე. არ უნდა აგვიდუღდეს ნაღები, თორემ არის დიდი ალბათობა იმისა, რომ აგვეჭრას და ჩვენი დესერტი გაფუჭდეს და არ შედგეს. ახლა ჩვენი ნაღებიანი ქვაბი უნდა მოვათავსოთ ელექტროქურაზე, დაბალ სიჩქარეზე
დურიოთ მუდმივ რეჟიმში, არ მივატოვოთ, არ წავიდეთ საქმის საკეთებლად, რომ არ აგვიდუღდეს ნაყები. როგორც კი გვერდებზე დაიწყებს ბურთების გაკეთებას, ანუ დუღილის პროცესი, მაშინვე მოვხსნით ცეცხლიდან და დავამატებთ ფორთოხლის წვენს. ფურაზე ვაჩერებთ დაახლოებით 2-დან 4 წუთამდე, გააჩნია ქურის სიმძლავრეს. როგორც კი დუღილის ბურთებს გაიკეთებს, ვამატებთ ფორთოხლის წვენს. შეგვიძლია დავამატოთ, როგორც უკვე გითხარით, ფორთოხლის წვენი არის შემასქელებელი აგენტი ამ შემთხვევაში მომენტალურად იგრძნობთ, როგორ დაიწყებს მასა გასქელებას. ახლა ჩვენი მასა ოდნავ შევაგრილოთ და გადავიტანოთ ჩვენს კორპუსში. მანამდე კი აუცილებლად გავატაროთ საცერზე. ჩვენი ნაღები გამზადდა, მორევისას იგრძნობთ ფორთოხლის წვენის დამატებისთანავე როგორ დაიწყო გაბლანდება მასა, დიახ, ასე უნდა იყოს და ახლა შეგვიძლია გადავიტანოთ კორპუსში. ოღონდ სასურველია საწვერის დახმარებით, რომ არ შეყვეს ცედრა, თუმცა არც ეკა პრობლემა თუ შეყვათ. ჩვენ უკვე გამამზადეთ ჩვენი დესერტი, ფორთოხალი ამოვავსეთ ნაღების და ფორთოხლის ნაზავით და შეგვიძლია წავიღოთ მაცივარში სტაბილიზაციისთვის. მინიმუმ 5-6 საათი, მაქსიმუმ მთელი ღამით. თუმცა დროის დაზოგვის მიზნით ჩვენ გავამზადეთ წინასწარ, რომ გაჩვენოთ როგორი სტრუქტურის გამოდის ჩვენი დესერტი და უფრო მეტად მოგანდომოთ მისი მომზადება. ესე ჩვენი დესერტი, რომელიც დავაყოვნეთ მაცივარში და შემდეგ გავაფორმეთ. ჩვენი დესერტი გამოდის ნაკლებად ტკბილი. ამის გამო ვფიქრობ, რომ შეგიძლია თქვენს პატარებსაც ხშირად მოუმზადოთ. თვითონ დესერტის მომზადება სჭირდება 15 წუთი. ცოტა ხანგრძლივი დრო უნდა სტაბილიზაციას, როგორც უკვე აღნიშნეთ, მაგრამ შედეგად ვფიქრობ, რომ ნამდვილად ღირს შეგიძლიათ მომზადოთ ნებისმიერ დღესასწაულზე, ნებისმიერ სეზონზე. იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ ჩემს მიერ შემოთავაზებული რეცეპტი. იმედი მაქვს, რომ გაიმეორებთ და თქვენც მომზადებთ სახლში.